გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. Ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს საზღვრებს გარეთ და ოკეანგაღმა მოგესალმებით მე და ბატონი მეზურაბ გოხიძე, ბატონი პატაშუბითიძე მოგესალმებით. დღევანდელ დღეს გავაგრძელებთ როგორც დაგპირდით, კანონებზე და სამართალზე კიდევ რამოდენიმე გადაცემა კიდევ გვექნება. იმიტომ რომ უფრო ტევადია ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი გვინდა რომ ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ გადაცემის აზრს რომ გვინდა მეტი მოგაწოდოთ ინფორმაცია იმდენად რამდენადაც იქაური კანონები იქაური სამართალი იქაური ანუ დასავლეთის ამერიკის ოკეანგაღმა მაქვს ამის დიდი გამოცდილება 29 წლის განმავლობაში და მე და ბატონი პატა ხშირად ვსაუბრობთ ეთერის გარდა სატელეფონო საუბარში ხშირად გვაქვს რომ როგორ არის იქ რა ხდება ჩვენთან როგორ ხდება მე ვადარებთ აი პროგრესი რატო იყო პროგრესი ხო პროგრესის საფუძველია და აი შედარებები რო გავაკეთოთ ეს არის ამ გადაცემების აზრი და არსი რომ გავაკეთოთ შედარება ისინი როგორ ფიქრობენ ჩვენ როგორ ვფიქრობთ ჩვენ სადა ვართ ისინი სად არიან და ამითი გამოვა ის აზრი რომ ესე იგი რა გვაქვს საკეთებელი რა გვაქვს აღმოსაფხრელი რა გვაქვს მისაღები რა გვაქვს მიუღებელი იქიდან იმიტომ რომ იდეალური არსად არაფერი არ არის მე ადრეც მაქვს რა თქვა მე რომ არ ვარეკლამებ იმას რომ იდეალურია ყველაფერი იქით არა არ არის მაგრამ კარგთან ყველაზე ახლოს მაინც არიან თვითონ განვითარება აუცილებლად ბატონო და განვითარება გულისხმობს რომ იდეალისკენ სწრაფვას შეიძლება იდეალური არ იყო მაგრამ მისწრაფება უკეთესი ვექტორი საით მიდიხარ ასე რომ ძვირფასო მაყურებლებო აი ესე გავაგრძელებთ კიდევ კანონებზე და სამართალზე საუბარს და დღეს მინდა ახლა წინა გადაცემებში ავთქვით და ახლა გავამჟღავნებთ და ვიტყვით ამას რომ შევახსენებთ ზოგმა იცის ზოგმა არ იცის შეიძლება რომ სამართალი არსებობს ცივილურ სამყაროში ვიტყოდი ორი ტიპის კონტინენტალურ ევროპული სამართალი რომელსაც ჩვენც ვეკუთვნით საქართველოს უნდა ვეკუთვნოდეთ ყოველ შემთხვევაში ხო არა ვეკუთვნით მაგრამ ნუ ახლა როგორ ასრულებებზე ჯერ არ ვიტყვით და არსებობს ანგლო-ამერიკული Commonwealth, common law, ესე ქვია, common law. Commonwealth-ის ქვეყნებზე წეგრია, ანუ 56, ესე იგი, წარმოვიდგინოთ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, შეერთებული შტატები, ინდოეთი, ავსტრალია და ეს 56 Commonwealth-ის ქვეყანა ანალოგიური კანონით. ის არ არის კონტინენტალურ ევროპული სამართალი. ის არის ესე იგი პრეცედენტების სამართალსაც ეძახიან. ანუ ძალიან ინდივიდუალური მიდგომა თითოეული შემთხვევის მიმართ, არა მოხლობრივი და ასე. თან ახლა როგორ არის კონტინენტალურ ევროპული სამართლის ოჯახი ესე იგი საბაზო მათი ფუძე მოდის საიდან? ეს არის რომაულ, გერმანულ და მეორე ფრანგულ აი ამ სამართალზე აწყობილი სამართალი და კოდექსები უკვე ფრანგული ნაპოლეონის დროს. აი ეს ამათი ძირეული საფუძველი ეს არის რომაული, გერმანულ და მეორე უკვე ფრანგული როგორც კოდექსი. როგორც არ არის ურთმა ბატონო ეს ინფორმაცია კი არა როგორც შეთვისებული გაქვთ იმიტომ რომ თქვენ გაიარეთ ეს ცხოვრების წესი
ამდენი ხანი ამერიკაში ცხოვრობდი ხო და იქვე წავაწყდი რამოდენიმე. წავაწყდით ერთია, მე გარკვეული ალბათ ტრენინგები და ასე შემდეგ უამრავი თქვენი სამსახურობრივი მდგომარეობის გამო და მე თვითონ თქვენ დაგვიყვება ინტერესი. ხო, ეს ინტერესი უკვე, იმიტომ რომ სამსახურებრივად ახლა იქ მანქანას აი ავტომობილის ორ ადამიანს შორის შეთანხმება უფრო მეტი ქაღალდია საქმეში, ვიდრე არარსებული ამერიკული common law არ აქვს კოდექსი common law. აი ამათ ესე იგი ჩვევები ამ კანონების ანგლო-ამერიკულ ჩვევები, ადათები, წესები, აი ეს არის ბაზა. გათვალისწინებული და თუ კი სამართალზეა, მე უკვე სასამართლოებრივი სამართალია. იქნებ ეგ არის საფუძველი იმისი, რომ ზოგან დავუშვათ იგივე სიკვდილი დაჟა ზოგიერთ შტატში. არ არის გათვალისწინებული, ზოგიერთ შტატში გათვალისწინებულია. მართალია ფედერალურიდან გამომდინარე, რაღაც საერთო გადაკვეთის წერტილები და ორგანულად ერთმანეთს უკავშირდებიან, მაგრამ აი იმდენად ითვალისწინებს ადგილობრივ რეგიონს, სადაც წესს, ტრადიციას და ყველაფერს, რომ სამართალი ამას ტემპერამენტსაც, ფსიქოტიპს საერთოდ ამ ხო ეგ არის. ეგ არის რომ ყალიბდება ესეთი ფორმით, რომ შემდგომში უკვე ძალიან ინდივიდუალური გამოდის. დიახ, აი ახლა თითო ესე იგი case law არის ეგეთი კიდე ესე იგი თითოეული მოსმენა, სასამართლოებრივი მოსმენა არის დამოკიდებული პრეცედენტებზე. ესე იგი რა პრეცედენტები იყო მანამდე. და მომავალში რა იქნება კიდე ეს უკვე ეს ფილმებშიც გვინახავს ეგეთი. ხო და სხვათა შორის აი ფილმში საჯულიდან. აი ხო 12 საჯული. ხო ნახეთ, ესე იგი აი წარმოიდგინეთ ძალიან საინტერესო. ჩვეულებრივად სათანადოდ ფაქტობრივად მოსამართლე. ხო რა არ არის ახლა ის აი ჩვენთან პროკურატურაში შევიდა საქმე მე შეავსო რაღაც 40 ტომი მე ეს 40 ტომი გადავიდა სასამართლოში არა არ არის კოდექსი მათ სამართალში მათი სამართალი არის ესე იგი პრეცედენტებით და ესე იგი ლოგიკა იმ მომენტში რა ხდებოდა როგორ აი ერთ-ერთი კარგი მაგალითია მაგალითად აი თუნდაც იმ ფილმში ეს ადრე ვთქვით ქართულს შეეკითხა მოსამართლე რომ ამერიკული ფილმი როა შეეკითხა საქართველოსია ფილმი და შეეკითხა და ეკითხება აუწყდება გვარი იმის ვისაც ესა ხო პაპაშვილი ხო შეეკითხა ეს მოსამართლე რომ პრეცედენტიო თუ გქონია თუ სასამართლოს თუ გქონია საქმე 4 თვის განმავლობაში და არაო და მაშინო ადრე თუ გქონდათ ადრე თქვენ უგრძესება კი მქონდაო იყო ჩემთან საქართველოში რა იყო რა პრეცედენტი რა იყო რა მოხდა აი მეზობელმა ძაღლიო მომიწამლაო და კბილები დავამტვრიე ისე ცენ გაეღიმა მოსამართლეს და უთხრა კარგითო გახედა იმ პოლიციას და დაინახეთო ნიუ-იორკის პარკში ამან როგორ მოწყვიტა ყვავილიო ჯარიმაზე იყო არა ხო და დამნაშავე არ არისო გააუქმეთ ჯარიმა და მე უთხრა ერთი სიტყვით ეს კანონები ესე მუხლებით და კოდექსებით იქ არ არის სამართალს არ განიხილება არ არის არ წერია რომ კოდექსის ამადა მუხლის იმადამ ქვემუხლის პუნქტის მერე A B C და რა ვიცი და ეხლა კონტროვერსია იბადება ალბათ თქვენში და ჩემშიდაც დაიბადა პირველად რომ ჩავედი ამერიკაში რაზე ხო ნახეთ არის კი მესმის თქვენი ეგ კონტროვერსიულობაც გასაგებია ამასთან და ესე იგი თურმე ვიტყვით რომ ვერ ყოფილა დალაგებული ცხელ კი ეგრე მეგონა მეც მაგრამ რომ დავაკვირდი იმდენად რეალურია და ლოგიკური განაჩენი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხო გათვალისწინებით პრეცედენტებით და ყველაფრით იმდენად ლოგიკურია რომ აი მე ვიტყვი რომ
აი ლოგიკურ სამართლიანია და ლოგიკური. ეხლა მაგალითად ეს შედარება რო ვთქვათ, ეხლა რა ლოგიკურობაზეა საუბარი და რა სამართალზეა ლაპარაკი, ვიღაცას რო კითხო, აი ნორვეგიაში რა სამართალია, ან მე მათი ციხეები როგორ გამოიყურება, მათი სასამართლოები, რა სამართალია 77 კაცი მოკლა. კაცმა ეს ქართველი გოგონაც ჩვენი სტუდენტიც და 21 წელი მიწეს. დაიჭრა ციხედ და გამოსვლა უნდა ყვირის გამომიშვით რაღაც პროტენზიები ეკიდა ტელევიზია. ანალოგიური რომ მომხდარიყო შეერთებულ შტატებში აყვანის მომენტში ან მოკლავდნენ ან არა და მე იმ შტატში გავასამართლებდნენ სადაც იმ კანონები და დახურეთ ეს სიგდილი დაჭა დახურეთ არის. ერთი სიტყვით არის ის კანონი რომ იმდენად რეალურია მათი აი ეს რასაც ქვია ვერდიქტი, ანუ განაჩენი. რომ ეს უნდა ყოფილიყო. საპირწონეა ზუსტად ადეკვატური. ხო, ისე ადამიანი. ხო, რაღაც აი იტყვი რომ არა და აი ზუსტად მაგიტომ კაცრია თან ამავდროს, მაგრამ ამავდროს არის ზედმეტად მეტი უფლებები ადამიანებზე. ოღონდ შენ რომ ესე იგი კანონს არღვევ, შენ არღვევ ადათ-წესებს, იქიდან მოდის. არა შეურაცხყოფა ეს პირველ რიგში, იმიტომ რომ კანონ სამართალიც აქედან მოდის და ესე იგი არღვევ ყველაფერს აბსოლუტურად. დისონანსი შეგაქვს ამ ცხოვრების წესში. ხო რა და ესე იგი ეს უკვე ის კი არა რომ მარტო ამ პუნქტით და იმითი ხარ დამნაშავე. ბატონო რომ ჩვენ ვესითხება დაწერილი დაუწერელი კანონები. იქეთყობა დაუწერელი კანონების გაწევა. არ არის ხო ეგ არის ხო არ წერია კოდექსი რო არ წერია ეგ არის ზუსტად პრეცედენტების სამართალი. მე მახსოვს ასეთივე ამერიკული ფილმი იყო, კვლელობაზე იყო ქალბატონს მოკლავს ერთი ზამბი პირობითად. ხო და რომ განეხილება რამ მიიყვანა ამ საჯელამდე იმის მიხედვით გამოუტანეს განაჩენი. არის განეხილება მთელი ისტორია ამ ადამიანის, არა რაღაც მუხლი, არა რაღაც კოდექსის ქვემუხლი, არამედ აი მიზეზობრივ შედეგობრივ კავშირებზე აგებული ეს სამართლიანობა. ეს უკვე მართლა სამართალია. უფრო ახლოს არის აქტიურ სამართალთან. ვიდრე ჩვენი პოზიტიური სახელმწიფო სამართალი, რომელიც მოხლობრივად არ გაარჩევს. კი ბატონო და გადავავლე გუშინ თვალი კონტინენტალურ ევროპულ სამართლის ესე იგი კანონები ხო მთელი და სხვათა შორის ბევრ ქვეყანაში თუ კი არის რაღაც რეფორმა რაღაც პუნქტების ხო უკვე იმატა გავლენები არის ხო და აი ის ევროპულში ბრიტანულის რაღაცებმა დაგნერულია. იმიტომ რომ პრაქტიკულია რეალურია უფრო და ლოგიკურია. ესე იგი იურისტი მაგალითად აიმიტომ არის რომ ესე იგი დამცველი ხო ადვოკატი რო საუბრობს იმ დონეზე მიყავს საუბარი ლოგიკით. ოღონდ კანონიერად და რაღაცას ისეთ იმ დონემდე აყავს რომ ესე იგი მოსამართლეს უჭირს ხანდახან. და სხვათა შორის დიახ ამერიკაშიც არის ესეთი ნეგატივი ამ ამბის გამო მოხდა ესეთი რო ჩავედი ახალ ჩასული ვიყავი 3 წელიწადს გაგრძელდა ის საქმე O.J. Simpson-მა მოკლა ფეხბურთელმა მოკლა ცოლი ყოფილი და მისი მეგობარი აი მედაპირ შევიდა და მოკლა ღამით ორივე და მეგობარი ანუ მამაკაცი ეს მამაკაცი ხო და შეიძლება ღარატის მომენტი. არა, უკვე ეს ყოფილი ცოლი იყო, დაშორებული იყო. და შევიდა სახლში და მოკლა ორივე. და იმდენად ეს ვარსკვლავი იყო, ყველი, O.J. Simpson-ი გვარი. იმდენად შეძლებული იყო, რომ დაიქირავა რაღაც ძალიან დიდი ადვოკატი კანტორა. და აი ამ იმდენად იშრომეს და იმუშავეს 1 საათი უჯდებოდა 50,000. მაშინ მე ვლაპარაკობ დაწყებით 90-იან წლებში და იმდენი იმუშავეს და იმ დონემდე მიიყვანეს სასამართლო. ერთი 2 წელი გაგრძელდა პროცესი. რომ აი მე მახსოვს რა გული მეტკინა რა ახლა დამნაშავეა სიცხლე აქვს კლავზე იმის
პერანგის და რაღაც. ვერ ვარყოფს ეს. და იმ დონემდე მიიყვანეს მე ადვოკატებმა რომ მოსამართლე მაიღო ეს ჩაკუჩი და არ არის დამნაშავეო რო თქვა კინაღამ აი გული გაუხსკდა რა მაგრამ უკვე უნდა ეთქვა რომ არ არის დამნაშავე იმდენად იმუშავეს ადვოკატებმა ისე აი გაიგო არგუმენტები მოძებნეს რაღაც საკუთარი ხო და ძალიან ეგ ნეგატივი იყო ამ ამბის და სხვათა შორის ამაზე მე ამერიკული მოსახლეობა მაყურებელი ყველაფრის ამის იმიტომ რომ ყველა უყურებდა ყველა საინტერესებოდა აბა რა იქნებოდა და რა მოხდებოდა ძალიან ნეგატიური ტალღა წამოვიდა როგორ ვერ მოვერიეთ კაცო მე და სწორი მხარი აქ ხედავ და ნახეთ რა მოხდა კი ბატონო აი ფილმიც კი გადაიღეს ჰოლივუდში ეშმაკის ადვოკატი ალ პაჩინო თამაშობს მაგ პერიოდში გადაიღეს რომ ესე იგი თურმე ყველაფერი შეიძლება გამომართულო მაგრამ მოხდა ის რასაც მე საზოგადოებამ დიახ აი ზუსტად ის ოჯეი სიმპსონი აღარ არის დღეს ცოცხალი ისე მოხდა რაღაც საქმე სხვა საქმე და ისე რომ აიყვანეს კიდევაც და კარგად მკაცრათაც დასაჯეს მიაგებეს მისაგები კი აი ეს არის რა და ამავ დროს არის უზომოდ დიდი თავისუფლება და უფლებები. გაუკვირდება ახლა ეს როგორ შეიძლება თუ სიმკაცრე. ახლა ადამიანის მაგალითად ტომმა მოკლა ჯონი. სიტყვაზე ვთქვათ. მოკლა როგორ? ხამით ჯონი იყო სახლში და მის იმაში ფლობელობაში ეზოში შემოვიდა ტომი. და ამან უთხრა რომ კერძო საკუთრებაში შემოვიდა და ამან უთხრა რომ არ იცნობენ ერთმანეთს უთხრა რომ არა ხარ შენ ჩემთვის არა არც დამიპატიჟები ხარ არ მინდა რატომ მოდიხარ დატოვე ჩემი ის და იმან არ დატოვა და მოდის ამან ესროლა და მოკლა ხლა ევროპული ამის ხალხის მკვლელობა ესა კოდექსი ესა ხო პუნქტი ისა აღელვებაზე არა აქ არ არის აქ არის რატომ მოვიდა თქვენ უთხარით რომ თქვენ მას არ ელოდებოდით კი გავაფრთხილე პირველი სანამ ვესროდი მაგალითად ჯონმა უთხრა მოსარ დაგებატიჟია არ მოისმინა თქვენ ბატონო მოსალოდ არ მოისმინა და შემდეგ განაგრძო ისევე მოსვლა და მე ვესროლე მოვკალე არ არის დამნაშავე ჯონი ხო აი მარტივად და ასე მე ხალხი პატივცემს როგორც თავის სამბარნად რომ მოიქცეს რა თავხებელი თავხედებს ეგრე ადვილად იციან რომ პატივისცემაში არიან თვითონ და ამავ დროს თვითონ სცემენ პატივს სხვა ადამიანს აი ეს მომენტია ბატონო რა მინდა და მე თქვა ახლა ამ ჩვენ საუბრის დროს ქრონოლოგიურად რო ავიღოთ კალენდარულად ჩვენს ცხოვრებაში მე ხო ვიცი ცოტა ჩვენ რო საუბრობთ ეს არის როგორც იდეალური ტიპა იდეალური მოდელი სამართლებრივი მოწყობის ქვეყნის ხო დასავლური მოდელი იხვეწება თანდათანობით კაცობრიობა ეძებს გამოსავალს რომ რაც შეიძლება სამართლიანი იყოს რომ ყველაფერთვის იყოს მისაღები იყოს ჰუმანურიც ერთ-ერთი შემთხვევით ღვთიურიც ტრადიციების გათვალისწინებითაც და პიროვნების ღირსებებსაც რაც ქვია იმას კერძო საკუთრების პრიმატი ადამიანის თავისუფლება ასე შემდეგ ყველა ეს ფასეულობები იყოს დაცული მაქსიმალურად. ახლა ჩვენ რომელ დაცვაზე ვლაპარაკობთ მე მინდა ახლა ზუსტად 2 დღის წინ იყო ეს 26 ამგონია რა 27-ია ხო როცა ჩვენ დავიპყრო ესე ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოხდა საოცარია ჩანასახში იყო ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდა და მინდა ცოტა ამას შევეხო ხო ხო და მე ბაბუამ ყავდა ახლა პოლიტპატიმარი 15 წელი იჯდა 6 ციხეებში სხვადასხვა ციხეებში და ანუ ბევრს იცნობდა რა ჩვენ პოლიტპატიმრებს ძალიან წარმოშარდ ხალხს ხო და იმან მითხრა შვილო ჭკვიანი კაციო ზამთრის სასახლეს არ მიადგავდაო კიბესო და ასე შემდეგ იმის გამო რომ სტალინი და ორჯონიკიძე ითვლებოდნენ ემიგრანტებათო პირველი მაგათი ინტერესი იყო რომ საკუთარი ქვეყანა რამენად შეეძლიათ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიო და ესო მიკვირდა კაცო
და ვაბრალებდი გინდა თუ არა ახლა ბოლშევიკურ რუსეთს რასაკვირველია რომ 1920 წლის ისევ სამართალზე მინდა უკავშირო რომ 20 წლის 20 წელში მაისის თვეში 7 მაისს მგონი დაიდო რუსეთსა და საქართველოს შორის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ გამოუშვით იმათი პოლიტპატიმრები კიროვი იყო აქ ელჩი დაუშვათ რუსეთის. მაგრამ ამავდროულად იმან სცნოვა ჩვენი სახელმწიფო რუსეთმა და უნდა გაგვეგრძელებინა კეთილმოზებლური ბრწყალებში ურთიერთობა. მაგრამ ამით არ იყო დაინტერესებული არც სტალინი, არც ორჯონიკიძე და არც კიდე სხვა ბოლშევიკური ფრთა, ხო? ხო და ამ იანვარ-თებერვლის პერიოდში, როცა ორჯონიკიძე არის აზერბაიჯანში და უკვე სასამართლოს ამბავში გადაწყვეტილია, აი მაგ პერიოდში ლენინი უგზავნის დეპეშებს. ბიზამ ყავდა ისტორიკოსი და იმისგან გამიგია ძალიან ბევრი რამ. არქივებშიც არის დაცული ეს მასალები ახლა ბოლო დროს გამომზეული. და ორჯონიკიძე არ პასუხობს. მერე ისე მუქრება ლენინი რომ ეშონა სასამართლოში გიჩვენებ სამართლებრივად მას ვიზაურო ესე იგი რატომ არ მაგო ეს არის ამით დასაწყისი სადღაც 10 თებერვლისთვის თუ რაღაცისთვის թե ესე იგი აქეთ და ამ დროს სამხედრო მინისტრი არის ტროცკი არ ტროცკის არაფერს არ კითხავენ და პირდაპირ სტალინი როგორც აი ამ კავკასიაში დამსახურებული მთავარმართებელი ასე ვთქვა ბებსნაცვალი წყალებში გობახიძე მახსენებს ხალხურის ასეთი ტერმინი მართავს ამ პროცესებს და ხოლო სტალინის არქივებში არის გარკვეული ეს მასალები და ხოლო სტალინი უკავშირდება ორჯონიკიძეს და სხვა საქმით არ არის სტალინი დაკავებული იმ დოკუმენტებში არქივებში ამ პერიოდში იძებნება ხოლო ეს პერიოდი იძებნება მერე სადღაც ესე იგი 10 თებერვლიდან მერე სადღაც 20 თებერვლისთვის უკვე ჩამოდის ტროცკი ინტერესდება რომ რა ხდება კავკასიაში გავაგებინეთო და სტალინი ეუბნება გორზე შენ საქმე არ არის ამას მე მივხედავო რა ხოდა ბოლოს ესე იგი პირდაპირ ქართულად არის რომ შედი აიღე ქალაქი ქართულად აიღო აიღე ქალაქი დასტური წერდა ესე იგი თვითონ და მერე რა ხდება კაცო მე მან გამოუცეკიბე მერე თურქეთის დელეგაცია ჩადის შეიძლება ამ თემას პირდაპირ არ უკავშირდება. არა, როგორ არ უკავშირდება? უწესობით მოსული, უწესობით იცხოვრე მე. შემდგომში ათათურქის დელეგაცია ჩადის მოსკოვში სადღაც მარტის 20-დან 21 რიცხვამდე. ხო და მიდის ახლა უკვე საუბარი როგორ გაიყვან კავკასია თურქეთმა და საქართველოს როგორც სუბიექტი აქ უკვე აღარ ჩანს და პირდაპირ ამ სტალინი ხელმძღვანელობს აქ იქით ამ მხრიდან. რა ქვია? საბჭოთა კავშირი და პირდაპირ საზღვარი რსფსრ-სა და თურქეთს შორის საქართველოს საერთოდ აღარ მოიხსენება. ხო და ართვინი და არდაგანი რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტები იყო და იქ ჩვენი რუსები ჯარი იყო ჩვენი ბოლშევიკები ჯარი იყო ის ჯარის მთავარსარდლობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არდაგანს და ართვინს რომ მოგდა რომ პირდაპირ არის გზა დაუშვათ თბილისისკენ საქართველოსკენ და ვინც ამას ფლობს მე საქართველოსზე უფრო სტალინი ამბობს რომ აი ჩვენ ამ დროს სეჩერინი არის საგარეო საქმეთა მინისტრი. ხო და არც სეჩერინს არავინ არაფერს არ ეკითხება. არც ტროცკის არავინ არაფერს ეკითხება და ამბობს რომ ბათუმს არ დათმობს რასაკვირველია, მაგრამ არდაგანი და ართვინი უნდა გადაეცეს თურქეთს. ეხლა ჩვენ აი დღემდე ეს ბოლშევიკური მიდგომები თუ რა ვიცი რა დავარქვა სტალინს რომ აღმერთებ და ასე შემდეგ. ხო, გამიგე. შეიძლება ის მაგრამ დიდი მასშტაბის მოადროვნე ადამიანი იყო. არა, ბოროტი გენია რო იყო, ეტა ჯერბასო მაყურებელო ბოროტი გენია რო იყო თანხმდება. სტალინს კითხეს ფათოშორის რომ ილია ჭავჭავაძეზე რა სიტყვითო და ილია დიდი არწივი იყო, მაგრამ საასპარეზოდ პატარა საქართველო ქონდა. ამბიციური ხო. ხო და ეხლა აი ამ მომენტში პირდაპირ უთმობს ესე იგი ამ საზღვრებს და დღეს რო ვიძახით რომ ეხლა სარბს გადაღმა საქართველოს და რაღაცა ეს პირდაპირ დამსახურებაა. და ამათ იოსებ ვისარიონის სტალინს. მე საბოლოოდ როგორც იმ კაცჭამია ვერთხების პროცესი არის თუთაშხიაში ეს დიდი მთავარი კაცჭამია ყველა თავის იმას მოსუფთავებს ყველა თავის თანამებრძოლს და ბოლოს სერგოსაც ვითომ რატო მიეციო სომხეთი რა ქვია ჩვენ რომ მივეცით ზაქათალა და კახი აზერბაიჯანს და აქეთკენ მივეცით რა ქვია ალორე და ტაშირი სომხებს ხო დაუცრება შეიძლება და ქართული კაცი ქართველის ხელი კი ბატონო
ხო და უწესობით. ხო, უწესობა არც პატრიოტობა არ არის. ხო და უწესობით. იმას უნდა იმ დიდი იმპერიის პირველი პირი ყოფილიყო. იმას საქართველოს ნაკლებად დაინტერესებდა. კი ბატონო. იმიტომ გადააღებინა გიორგი სააკაძე და ვეფხისტყაოსანიც იმიტომ ათარებდნენ რომ ეთქვა რომ მე იმ ქვეყნიდან ვარ სადაც ასეთი კულტურის, ასეთი ისტორიის ხალხი ყავს და კი ბატონო. იგივე გიორგი სააკაძის ფენომენი ერვა იყო კაცო ქართველებს რა გვემართება ერთი ლექსი მახსენდება მოჟებ შაველას გიორგი სააკაძის პორტრეტზე მინაწერი რომ წერს რომ თავმართებელთან იყო მოჟებ შაველა და იქ პორტრეტი იყო გიორგი სააკაძის და იმას მიაწერა რომ ესე იგი თუ ვერ ვიგულებთ ვერ შევიშნოვებთ კარგი შვილები რატო ეკადრება შობელს შეშურდეს შვილის სიკეთე რომელიც შობელსა ესე ეკადრება ჩემო ქვეყანაო ჩემო სიცოცხლე არ გეკადრება აი ჩვეულებითი აი მაპატიეთ რა ბატონო პატა ახლა შემოგეჭრებით ჩვეულებითი არის ის კანონები რაც აქვთ ანგლო-ამერიკული და ემსახურება ქვეყნის სიძლიერეს და მათი ესე იგი ფუძე და ბაზა ბაზისოა ის ყველაფერი მოდის საიდან წესები ჩვეულებები რელიგიური წესები ადათები თუ ეთნოფსიხიკას და ყველაფერს ითვალისწინებთ ესე იგი რეგიონს და იმიტომ არის შტატი როა და თავის კანონი როა ხო და მთლიანი ფედერალურიც და აი ეს არის და ეხლა მოდით აი თქვენ პირველი რესპუბლიკის ამბავი გაიხსენეთ და მოდით ეხლა მე ერთ კანონს ვიტყვი და დავაკავშირებ მაგას აი დღევანდელ ჩვენ მნიშვნელოვანია მაგას აი ამ კანონებით ერთი სიტყვით მიწას ეხება და მიწას ეხება ხო ცოტა გითხარით რომ მიწას ეხება მეთქი და ტერიტორია აი ნახეთ აი მაგალითად ესე იგი ამათი კანონებით ესე იგი ანგლო-ამერიკულ და კანადურ და ყველა ესე იგი 56 ესე იგი ამ კანონით მაგალითად მე და თქვენ ვართ მეზობლები და მე თქვენ გთხოვეთ რომ ბატა თუ შეიძლება აი ეს 100 კვადრატული მეტრი დამითმეთ რა მათხოვეთ და მე ვარდები მინდა და მაგალითად და თქვენ კი ბატონო მითხარით გავიდა მე ვარდები დავრგი გავიდა 1 წელი 2 წელი 3 წელი 4 წელი 5 წელი და მე თქვენ არ მითხარით რომ ზურა დრო არ მოვიდა რომ მე ის დავიბრუნო ჩემი აი მე 5 წელიწადს მე შემიძლია უკვე ღობე და მითხრათ თქვენ რომ რა შევიდა და მე გეტყვით რომ ეს უკვე ჩემი და წავალ სასამართლოში სასამართლო ამას მოისმენს და ზეპასო ტელემაყურებელო რამდენად პარადოქსულადაც არ მოგეჩვენოთ ნუ ეტყვით ნუ გადაწყვიტავთ რომ ეს არის ყველაფერი სიცრულელე იმიტომ რომ ნახეთ არა მოისმენს ერთია როგორ გადაწყვიტავთ ხო მაგრამ ნუ გადაწყვიტავთ ისე რომ თლათ ეგრე და იმას დააკნინოთ ის კანონი ჩემ საკადასტრო პოჩი შედის და ის რა უფლება ხო და აი ეს სასამართლო იტყვის რომ ეს მიწა ეკუთვნის ზურას მე თორემ თქვენ ბოლო პერიოდში ჩვენ პატრონობთ მე იმას პატრონობდი მე თქვენ მე პრეტენზია არ გამოგიცხადებიეთ გავიდა 5 წელი ცოტა მე კიდე პატრონობდი იცით რა არის კი ვიცი იტყვით რომ ეგ არ არის კაი კანონი მაგრამ მეც ეგრე მეგონა პირველად რომ მითხრეს ეს კანონი მაგრამ რომ დააკვირდე მე მათ ცხოვრებას იცით რა ჯერ პირველი ის ადამიანური კანონი რომ იმ მიწას და იმ ნაკვეთს საიქიოს ვერ წაიღებ ჯერ ეს ერთი იცოდე რომ მოკვდავი ხარ ამას გეტყვის პირველ რიგში ხო ვიღაცა რა ეს მორალურად ვთქვა ხო რა ნუ იმიტომ რომ რა მე რა მიგაქსად შენია ხო საწაიღებ ბოლოს გაქვს მოკვდავი ხარ ბოლოს გაქვს ერთი ადგილი ან კრემაცია ან სასაფლაო ეს ერთი პირველი მეორე მან იშრომა ნაკვეთზე კონკრეტულ ნაკვეთზე იშრომა ერთი წელი ორი თქვენ პრეტენზია გამოცხადეთ არა მაშინ რა მოხდა რომ ამის
იცით ეს კანონი მათ აზრობრივად გადააქვთ მსოფლიო ამბებს წესრიგში. ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის ეს დაწერილი კოდექსი, მაგრამ ხო, მაგრამ ანალოგიური აზროვნება გადააქვთ. აი, ეხლა მაგალითად თქვათ ეს ჩვენი ორი ტერიტორია, რომელზედაც ოკუპირებულია. ესე იგი, პირველი დანაშაული მე თუ მკითხავთ ამ საკითხში, მიუძღვის იმ მთავრობას, რომელი მთავრობაც დაეთანხმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომ რუსის ჯარი მდგარიყო იქ სამშვიდობო ემად. არ უნდა დათანხმებულ. ახლა ვინმე რომელ პერიოდს იძახით? აი, რომელმა პერიოდი? ახლა შევარდნაძის პერიოდი ეს. ეს შევარდნაძის პერიოდი. ხო, სამოჩაბლოს პერიოდი, სამოჩაბლოს და ესე იგი, უნდა ეთქვათ, რომ კი ბატონო, მოიყვანეთ ყველა სხვა ჯარი იმათ. დაინტერესებული პირია ეს, მხარი. აი, ესე ეთქვათ პირდაპირ, მოიყვანეთ, არ აქვს მნიშვნელობა. გინდა აფრიკიდან, გინდა ავსტრალიიდან, გინდა უზბეკეთიდან, გინდა არც საიდანაც გინდა მოიყვანეთ სამშვიდობო ჯარები და დააყენეთ ისინი გარდა რუსეთის, იმიტომ რომ ეს რუსეთის წამოწყებულია. ეს სიტყვა ვერ თქვა. აი, მაგარი ლიდერია. როგორ იტყოდა ეხლა მას? არა, ხო და როგორ რატოს კაცი იყო? ხო და რო კითხო ბევრს და რა პოლიტიკოსი იყო. აი, პირველი შეცდომა აქ მოხდა. ეხლა არის უკვე გავიდა 5 წელი, 10 წელი, 13 წელი. გვახსოვს ეს პერიოდი უკვე სააკაშვილის დროა, რომ დასავლეთი კარგად გვიყურებს, შტატები ძალიან კარგად. დემოგრაფია. ხო, ეხლა არ მითხრათ, რომ არისო ეგრევე, იმიტომ რომ პირადად ვარ მომსწრე, რომ საუბრობდნენ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ქვეყანაზე და ხო, თვით მიხეილ სააკაშვილზე მე არც ნაციონალი ვარ, არც კოციონალი კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ მე რეალურობას არ შეიძლება რომ მოვიტყუო. ქართველები ღირსეულად ზნობდით თავს ხაზვარი და ხო და რას ამბობთ? ერთი სიტყვით, აი, სამი ერთ-ერთ კონცერტიდან გამოვედი 2004 წელია, გამოვედი კონცერტიდან, იმაზე ანტრაქტია და მეგობარმა მითხრა, კონგრესმენები არიან, იცნობდა და მოდი ხელი ჩამოვართვათ და მივედით სამი არიან, ორი რესპუბლიკელი, ერთი დემოკრატი. ხო და რომ მივედი ხელი რომ ჩამოვართვი ზურა კობახიძე რო უთხარი, მიყურებენ ესა და საქართველოდან, მე ვუთხარი ხო საქართველოდან, იცით? რას ბრძანებთ? რას ქვია, არ ვიცით. მე აზე არა ვარ რა ხდება საქართველოში ეს პერიოდი, იმიტომ რომ ვერ ჩამოვდივარ, ჯერ არა მაქვს ამბები ყველაფერი, რასაც ხელში არ მიჭირავს. ისა წვანე ბარათი და ვერ კითხები რომ იცნობთ საქართველოს, რას ქვია ვიცნობთ კი არაო, აი პირდაპირ გეტყვით რა მითხარით რა, უფრო მეტი მითხარით, იმიტომ რომ მაინტერესებს რა ხდება ის მეოთხარი ის ჩვენი პრეზიდენტი ვინო მიხეილ სააკაშვილი 2005 ალბათ 4-5 ხო ისო ეგრე მითხრეს ორპარტიულად ესე იგი დემოკრატია და ორი ერთხმად ის უნიჭიერესი კაცი იმაზე ნიჭიერი და აი ჩვენთვის მიღებული და ყველასათვის აი ისეთიო რა აი რომ გვიხავიაო მისი ამოსვლა კაპიტოლიუმის გორაზე უცხოელი ესეთი რანგშიო ახალგაზრდა კაციო ესე მითხრეს პირდაპირ მესე ამოვნა იმიტომ რომ ხა მე კიდევ ერთხელ მეცეხება კაცო ხო როგორ არა ხო და კიდევ ერთხელ ვამბობ მე რა თქმა უნდა ბევრი გავიგე ბევრი მე ვიცი რომ იყო შეცდომები დაშვებული მაგრამ ამის ღირსი არ იყო რა დღეში წერყობთ ერთი სიტყვით ხო და აი გავიდა ხო და გავიდა 12 წელი 13 წელი და 12 არა 2008-ში იყო ეს. რაღაც 3-4 წელი. რა 3-4 წელი? არა, ეხლა კი არა, 2008 წლის ომს მინდა ხო და მაგას ვამბობ ის არა, როდის გავიდა რუსეთის ჯარი ოფიციალურად საქართველოს? რუსეთის ჯარი იქიდან ითვლით? ხო, იქიდან როდის დანიშნეს ისინი? კი ბატონო. როდის უთხრეს რომ ესენი სამშვიდობოებია 94 იყო თუ 13 ხო? 13 და. ხო. ხო და
15 წლის თავზე. ხო და უკაცრავად 15 წლის თავზე. უკვე თან პრეტენზიებს არ ვაცხადებთ. ხო, შეგუებულები ვართ. რაღაც უყურებს ამას მსოფლიო, რომ იქ რუსის სამშვიდობო ჯარი დგას, შეგუებულობა საქართველოს დეფიციტით და იმ პერიოდში მათ რომ შეეტანათ დამოუკიდებლობაზე ერთსაც და მეორესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოთხოვნა. დიდი ალბათობით მიიღებდნენ. რატომ? იმიტომ რომ ამ პრინციპიდან გამომდინარე. ამ პრინციპიდან და ამ პრინციპით არიან იქ. შენ შენია, მაგრამ არ იბრძვი იმისთვის, რომ დაიბრუნო. ხო, და კარგით და აი მე მოხდა მანდ უკვე ის რაც უნდა მომხდარიყო. კი, გასაგებია ამას მოყვა ადამიანთა მსხვერპლი, მაგრამ იცით რა, მტერთან შეჭიდება მსხვერპლით შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ სამშობლოსთვის სამშობლოს თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლა ქართველის და ასე რომ მე გულნატყენი ვარ ამ ამბით რომ დაგვეყობნენ ჯარისკაცები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამიტომ მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. აი იმ ომის მერე ხო? ბატონო აი ნამდვილად ტაბუ დაედო ყველაფერს, ისინი ვერასოდეს ვერ მიიღებენ დამოუკიდებლობას. ხო, ჩვენ განვაცხადეთ, რომ აი ეხლა მიდის შენელება, ეხლა რამდენჯერ ითხოვენ წელიწადში ერთი-ორჯერ სამჯერ ალბათ ოფიციალურად უნდა მოითხოვო, რომ გაიყვანეთ ჯარები, გაიყვანეთ და ესენი ცოტა პირიქითი პროცესი არ მოხდეს. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ძალიან დიდი პასუხი იყო. აი იმ თემასთან, რომ არასოდეს მათ აი დაედოთ რა, რომ ის არასოდეს მოხდება იმათი აღიარებაო. აი ეგ იყო მაშინ. ამ ამბის გამო. ასეთი მიდგომებითაა და მე ერთს გეტყვით, ასე რომ მე იმ ადამიანებს ნამდვილად ვერ გაუგებ, ვერ მივიღებ მათ აზრს, ჯერ ესეთი შემორცხვენელია და არა ქართულია, როგორ შეიძლება საქართველოს დაიწყო ომი საქართველოში სასაცილო ხარ ეგ მაგას რო იტყვი და მე ამას რზენი ხარ როგორ რა საქართველოს როგორ შეიძლება საქართველოში ომი დაიწყოს ბატონო ეგ საკუთარ ქვეყანაში ის შევიდა კანონის აღსასრულებლად და იცით რა ის ძალიან კარგად მახსოვს აქ არ ვიყავი ამერიკაში ვიყავი მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს მეორე დღეს სად იყო პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო. კაცმა თქვა, რომ დიახ, მე შევედი იქ კანონის აღსასრულებლად. კონსტიტუციური უფლებების გასავრცელებლად. ხო რა, კანონების ჩემი იყო და მეკუთვნოდა და ვიბრძოლე ამისთვის. იცით რა, ხილად იყავით ქართველები ეგეთება, რომელებიც ამბობთ, რომ საქართველოს დაიწყო ომი 2008-ში. ომი 2008-ში საქართველოს არ დაიწყო. ვერ დავიწყებთ რომ. არ შე ომს ორჯონიკიძეში რა ქვია იმას ლადიკავკაში რო ჩავსულიყავით და იქ რო ჩავედით და მაშინ ვიტყოდ რომ დიახ ჩვენ დავიწყოთ ომი. როგორ შეიძლება შენ თქვენაში ომი დაიწყო ქართველმა? აი იქ რო იცოდი რომ რუსი იყო. ხო და იმაზეა სულსაც საუბარი რატო იდგა? და როგორ იდგა მე? იბომბებოდა ქართული სოფლები და ასე. მე ხო იდგა. ხო ახლა შედგას თუ რა მე გეკამათებია. ხო, მაგრამ ახლა ტყუილად დგას. აღარც იცით რატომ დგას და საერთოდ მე თუ მკითხავთ და ესეთი პირი უჩენს. აღარ ეცოდინებათ სად დადგნენ. პადმასკოვია დადგებიან ალბათ ბოლოს. აქეთკენ მიდის აი ესე ქრონოლოგიურად რო ავიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენს რეალობაში, როგორ განმანათლებელი ასეთი იყო გია მაისაშვილი, ასეთი მეგობარი იყო ჩემი. გიასთან ერთად დავაყენეთ სიკვდილამდე ერთი რამოდენიმე თანამედროვე მარცხა და პოლიტიკის სკოლა, ესეც გავატარეთ ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ გიას ეს უკურნებელი სცენი შეხვდა და ესე იგი გიას აქვს ასეთი ეხლა იყო 26 გარდაცვალების დღე იყო და ზია პეტრეხვედელთან ძალიან მეგობრობდა გია. აი კაცი პეტრე. ხო, ჩვენს ემიგრანტთან. ხო და გიას აქვს ასეთი გამონათქვამი, რომ თუ შენ თავს ხეპლად მიიჩნევ, მაშინ ჩათვალე გამარჯვების შანსი არასოდეს არ გექნება.
ამიგეთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა იყო ყოველთვის აქტიური სუბიექტი უნდა იყო და მე ვეთანხმები ახლა ამ მდგომარეობას რომ როცა შენი ქვეყნის მოქალაქეები იბომბებიან, შენი სოფლები იბომბება. ბოლო-ბოლო 300 არაგველი რისთვის ჩაება ამ ბრძოლაში კაცო? და ბატონო სარკოზი ალბათ გიждდებოდა ეს კაცი რომ ჩამოვიდა რომ უკნიდან მოსდებდნენ და საქართველოს დაიწყო ომი. ვფიქრობდა ეს ვინ არიან რა უნდათ რა ვინ გეკაჩება ამისთვის? რა შადიმანობაა ეს რა ვინ დაგავალათ ამის კომენტარი გააკეთე გეკითხება ვინმე ვინ არა რატო იცით რომ მე უფრო კარგი გამოჩნდები მე მომავალში ბოდიში და კი არ გამოჩნდები ბოდიში და იმ საკმაოდ უკმე ვიღაცას იმის დავალებას და თან მე იზგინდა რომ მე მომავალი მიშან რო დავა მე არ ვთქვი ეგა ეგრე იყვნენ მე ხო ვთქვი რომ მიშან დაიწყო რა ვერაგობა ვერაგობა ეს ძვირფასო ელემენტარული და მე ამას გთხოვთ იფიქრეთ რომ ადამიანმა უნდა შენი ქვეყნისთვის მიბაძეთ კაცო გვერდზე იმას ვისიც გჯერათ იმას მიბაძეთ იმათმა თავიანთ ერთს იცი რა შევიან იყრობენ გაშენო და ამბობენ მართლები ვართ იმის ყველა თავის არა აი შევიდა უკრაინაში ამბობს მართალი აი ზა ხო იმათ ხო გჯერათ ვისაც გჯერათ იმათ მიბაძეთ მაინც თქვენი ხო რა რომ ისინი ტყუანი ესე იგი გეუბნება რომ მე ვარ მართალი ეგრე მინდა იმიტომ რომ მე დიდი ვარ დედეკი არა პატარა ხარ ყველაზე აი გეფიცები ყველაფერს რა ბოლოს ეგ მომენტი მოუწევთ და ღმერთმა ქნას და ვიცი რომ მოუწევს იმიტომ რომ ესე არ დამთავრდება. ბატონო, ერთი რამისთვის მინდა დიდი მადლობა მოგიხადო თქვენ რომ ახლა პატარა პრეცედენტი განიხილეთ აი ამ ყვავილებთან და მიწასთან დაკავშირებით. თუ ჩემი საკუთრება ვათხოვებ ვიღაცას, მე იმ საკუთრების გამო ის ხმარობდა თავისი იურისდიქცია გაავრცელა და ფაქტოც გახდა. მე ის მოინდომებს რომ დე იურეს გახდეს. და ეს ვერ შეუშლის ხელს და ოსპრო სამარი იმიტომ შენ არ ახარ ღირსი. ეს გავს დაახლოებით აი ჩაყოს ხიზნებიდან მარგოსა და ხო, გასაგები ხო და მე ის თავადი შეეგუა იმას. ეგუება, ჯერ ვერ იცავს, მე ეგუება და მე თუ ახლა ჩემი ტერიტორიაზე პრეტენზიას არ აცხადებს, მე ეგუება და როგორ იქნება დავით გარეშთან დაკავშირებით ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარი თემა არის. ხო და ახლა თუ ამას პირდაპირ ამ ტერიტორიულ საკითხებს დაუკავშირებ და მიწის თემას დაუკავშირებ ამ არაბული სოფლების მშენებლობას იქ მარლა ეს დეიურე და ის რომ მოგთხოვს სხვადასხვა ბატონმა ზვიადმადო ჩაატარა რეფერენდუმი იმ სამოუკავშირო ხელშეკრულების წინაპირობაში ქონდათ გარბაჩოვის პერიოდს ვიძახი მე ასეთი სახის რეფერენდუმის ჩატარება უნდოდა გორბაჩოვს რომ პროექტი იყო რომ ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად დასახლებულები უფლება მოსილები იყვნენ ჩაეტარებინა დავშოთ 20,000-იან 10,000-იან დასახლების რეგიონში რეფერენდუმი და იტყოდა რომ მე მასპადლები რომ დავჭერ საბჭოთა კავშირის შემადგენლ რუსეთის შემადგენლ და ასე შემდეგ და ბატონმა ზვიადმა დაასწრო ეს ძალიან გენიალურად გააკეთა ეს 31 მარტის რეფერენდუმი ასე რომ ბრძოლა არის მუდმივად ბრძოლა იმისათვის ამიტომ ჩვენ ერზევა ნათქვამი ერი გულადი პურადი მებრძოლი შავის ბედისა ვინ შეგანარჩუნებინებს ამ წალკუხებს თუ არა თუ არ ვიცი ახლა ვიღაცა იტყვის ამ კაცო ომი ხო არ უნდა ვიღაცა ხო იცი ჩვენ უკვე მაგას შეგანარჩუნებაზე იბრძოლო ომი კი არა ომი არავის არ ვის უნდა ავადყოფი უნდა იყოს მაგრამ შენ უნდა იყო მზადყოფნაში რომ დაიცვა შენი პრეტენზია გამოთქვა შენზე რომ ეს ჩემია უნდა თქვა რაც შენია უნდა თქვა რომ ჩემი და ეხლა თუ ამას აღარ იტყვი ეს ჩემი არ არის და მოაღე ეს ისინი ეხლა ბოლოს დავამთავრებთ უკვე დრო აღარ არის რა მინდა რომ თქვა იცით ბატონობა და აი ადრე თქვით ჩვენ რომ კანონებიო ახლა იღებენ კანონს ესე იგი ემიგრანტებს რომ იმიგრანტებს განსხვავება იმიგრანტ მოსულები ასე იგი ჩვენ ქვეყანაში ემიგრანტია ის ჩვენებიც ასული იქით. ხო და იმიგრანტები ესე იგი ვერ იმუშავებენო აი იმაზე delivery service-ო ვერ იმუშავებენ გიდებათო ნახეთ ახლა აი ეს ამ კანონს რომ მიიღებთ მოხვდებით აი რაღაც უხერხულ მდგომარეობაში მსოფლიო ყველა ქვეყნის ცივილიზებული ქვეყნის კანონთან რატო კონფლიქტში ხარ კანონთან რატო
შენ რა კი არ გქონდა ჩამოყალიბებული საიმიგრაციო პოლიტიკა სამსახური პოლიტიკა კიდე სამსახური პირდაპირ და რა თქმა უნდა ეს სამსახური ყალიბდება პოლიტიკაზე და რო არ გქონდა და ესე კარები რო იყო მოღებული და ესე რო შემოვარდნენ თუ სტუდენტია უცხოელი არ აქვს მნიშვნელობა შავკანიანია თუ თეთრკანიანია თუ ყვითელკანია როგორ ნაუგზავნო დასაქმება კაცო იმას როგორ შეიძლება შენ დააუგზავნო ის კი არ არის ზოგიერთი ქართველი სტუდენტები რო იყავით მაშინ ეგრეგეთ მამი პული გამომიგზავნე პარიზში ვარ იქ არა იმან უნდა იშრომოს და მე ლექციებზე ნორმალური განვითარებული ქვეყანაში კანონმდებლობაშია კაცო ხო და მე აი ეს გიდებათო და ექსკურსია მე კიდე მეორეობები ეს კი მათო აეგზალება რა თქვი აეგზალება პირიქით ის უნდა არა ის უნდა იყოს ლიცენზირებული რასაც და ლიცენზია ამათ რა გონიათ მივიდი ფული გადავიხადე მომცეს ლიცენზია იმან გამოცდა უნდა ჩააბაროს ხალხო ლიცენზია ის კი არ არის რომ მოვიდა ფული გადაიხადა ისტორია უნდა ზოგი კულტურა იმას გამოცდა ჩააბარებინეთ რო არ გქონდათ ეს პოლიტიკა კი არა სამსახური რასაც ქვია საიმიგრაციო ამიტომ ჩავარდით ამ დღეში ეხლა ნახეთ როგორ იყო და არის ეხლაც გაღებულია ჭიშკარი ეზოში საზღვარი ჩვენი შემოდიან კაცშვილი არ ეკითხება ვინ ახარ რა ხარ რამდენი ხანი გინდა აკოფნა რა ცოტა ხნით კაცო ერთი წელი ერთი წელი იქნება ერთი წელი აქვს უფლება სანამ დააკდება ერთ წელს 5 დღე გაფრინდება უკან და მეორე დღეს გადმოფრინდება და კიდე ერთი წელი აბსოლუტურად არ ეკითხებიან საემიგრაციოს ახლა ეგ საქმე მაინც ვიცი პროფესიონალი ემიგრანტი ვარ მაგის ღმერთი არ იყოს ზეპირად ვიცი ის კანონები როგორ შენ იმიგრანტს მოსულს არ ეკითხები თუნდაც იქვე საზღვარზე რამდენი ხანი რჩებით ათვიცნობიერებთ თუ არა რომ თქვენ შემოდიხართ ქვეყანაში სადაც 22% ოკუპირებულია ათვიცნობიერებთ ამბობთ რომ არის ეს მართლა ოკუპირებული რუსი გინდა რუსი გინდა სხვა იყო არა აქვს მნიშვნელობა თუ გეტყვის მე არაფერი არ ვიცი მამები დაუკვირჩენ უთხარი შენი ადგილი აქ არის ტურისტის მარტო 2 კვირა ან 1 თვე და წაბრძანდები სახლში ეს კანონები რო არა გაქვთ დღეს ამ კანონს რომ მიიღებთ უკვე კონფლიქტში მოხვალთ მსოფლიო ცივილურ სამყაროს მეორე უკიდურესობაში გადავარდა ხო და არ შეიძლება რა რო ემუნები იცი როგორ გიყურებენ და ვიღაცებს არიან ადამიანები ხლა მე ბევრს ვიცნობ რომ ამას რო იტყვი რა მაინც არას რო ეგ ამერიკაში ეგრე გეტყვის რო ამერიკაში კი არა მსოფლიოში ეგრეა და ჩამოყალიბდით და დაიცავით თქვენი ქვეყანა თორე დაუცველი ადრეც თქვი და დღესაც ვამბობ დაუცველები და ყველას რო ეგონა რომ ყველა მაგარი იყო და ყველაზე მაგარი მე ვარო ყველა რო ყვიროდა ბოშები ძალიან კარგად საკვებენ ძალიან კარგად ვღერიან და ფოლკლორიც აქვს მაგრამ ქვეყანა არ აქვს გეოგრაფიული ქვეყანა არ აქვს აღარ დადიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც ხდებიან კაცო მგონი საფრანგეთში სადღაც იყო სარკოზიზე ამბობდნენ დიახ ბოშავა რუმინელიო წარმოშობით ესე იგი რა ქვეყანა გვაქვს მოსავლელი ქვეყანაზეა საფიქრი კანონებზეა საფიქრი ინსტიტუციებზეა საფიქრი ის კი არა მოვედი და აქ მინდა და საბჭამო და რამჭამო და რა მოვიპარო ბიჭო სირცხვილი არ არის ხალხო ადამიანებო მე მწვენია უკვე ბევრთან ვეუბნები რომ რა ხდება რატო არ უყვართ თავიანთი ქვეყანა ესე მეკითხება კაცი განათლებული ხალხი საზღვარგარეთში უცხოელი მეკითხება როგორ მიყვარს ვიცი კაი ქვეყანა ყველაფერი მომეწონა მაგრამ თავით ქვეყანა რატო არ უყვართ ვაიმე რა გინდა უპასუხოს რა გვიყვარს რანაირად გვიყვარს თუ კი იმას ყვირევა ჩვენ დავიწყეთ ომი რუსეთთან ვაიმე ღმერთო რა მინდოდა მე თქვა მაგრამ დავთავეთ ალბათ გაგვიგზავნდა ძალიან მაგრამ კიდევ ის რომ აი ქართველებს რო ერთმანეთთან გვაქვს ასეთი ამდენი პარტია რო და ამდენი ურთიერთდაპირისპირება რო თუ ჩვენ ერთად ვიქნებოდით დაუშვათ აი ერთი მე პოეზიით სიყვარული საუბარი მიყვარს და დავით ხერხერაულს აქვს ერთი ლექსი და ეკვლის შეხევა დიდგორი და ასეთი ფრაგმენტი დავიჭირე
ამოვალ ხმეში და ამოუძოვ სისხლით დაცვერულ მინდორსა მოყრის მივაგო რომ მტერმა მტრისა ზიდოსა. იგი საკმარისია ჩვენ ქართველები მოყარეს მივაგოთ რომ მტერი აღარ გვეყოლება სამტროთ საქმე აღარ იქნება ჩვენ ქვეყანას აღვაჩენებ ნორმალურად. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ თუ აქ საერთოდ აღარ არის ჩვენი მინუსი და ჩვენი პრობლემა არის არა გარეთ ადვილად სარჩენი ქვეყანა. ერთმანეთს რო დაპირისპირებულები რო ვარ და ფასეულობებს რო აი პირდაპირ გეუბნებით ზედმეტად ადვილი სარჩენი ქვეყანა ვართ საკუთარი თავით. ოღონდ აი პრაგმატული ხელისუფლებით პრაგმატული აზროვნებით ძალიან ადვილი. პირდაპირ გეტყვით რომ ესე იგი კი არა სარჩენი კი არა გაბწყინებულად შეიძლება იყოს ეკონომიურად. რატომ? იმიტომ რომ ის არ ახარ ბევრი. ხან 3 მილიონი ამაქსიმუმ ამ წუთში. კაი იყავი თუნდაც ჩამოვიდა სულ ყველა და გახდი 5 სიტყვაზე ვამბობ მაგალითად, ხო? ისე ვამბობ. აი მაგრამ მე უფრო ყავდა. არა, მე მიმზიდველი გახდე. მიმზიდველი უნდა გახდე და რატო ეხლა რა გაქვს ამის რაღაცა ყველანაირი იმ დღეს იყო საუბარი სხვათაშორის გლობალ ეკონომიკაზე ბიბისზე ესე იგი არის რაღაც ქვეყნები რა რომელსაც დღეს კარგად აქვს საქმე მაგრამ დადგებიან პრობლემების წყალის წინაშე პრობლემები იმისი კლიმატური დადგებიან პრობლემების საკვების წინაშე პრობლემებით ეხლა ვიღაცა იტყვის ჩვენთან საკვები ამოდენა პატარა ქვეყანა ვართ ამოდენა მიწები გვაქვს იმნაირი სადაც ხორბალს მოიყვან კარტოფილს მოიყვან სიტყვაზე ვამბობ დაუმუშავებელი არა არის თუნდაც ის ოქროსაბად აი ხა მაგალითად გეტყვით მონღოლეთში ჩემი მეგობარი ცხოვრობს მონღოლეთში ბავშვი რო იბადება ისინი გარეთა ისა აქვთ გარეთა მიღება ოქროს ამოღება რა არ არის ღია წესით და რაღაც ამერიკული კომპანია რომელთანაც შევთანხმდნენ უკვე ერთი 10-15 წელია უკვე ეს ამბავი ხდება და ესე იგი ბავშვი რო იბადება ეს ამერიკული ოქროს კომპანია ბავშვის ანგარიშებს მონღოლი ბავშვის ანგარიშებს დებს აქციას რაღაც რაოდენობის ალბათ სოლიდური იქნება ფორმალური რა წარმოვიდგინეთ წელიწადზე 4 თვეში გაიზარდა 110%-ით ოქრო ეხლა ისე ვამბობ და ეს ჩვენი ეგეც გვაქვს არა პრემიერებს უნდა არა ვიცი რა არის ანცინაჩი გეყოთ რა არ ვიცი ხა როგორ გითხრათ რა ნუ არ ვიცი მოკვდავები რო ხართ გაითვალისწინეთ რომ ყველაფერს ვერ წაიღებთ რა ხალხის მსახურები რო უნდა იყვნენ იმიტომ რომ ხო მაგრამ რანაირად აი ერთი ანცუდი მომენტია რომ გამონათქვა მეარსებობს როგორიც არის საზოგადოება ესეთია ხელისუფლება რასაც იმსახურებს ალბათ ჩვენი ბრალიც არის წერანას ალბათ კი არა ჩვენი ზოგადად იმიტომ რომ ჩვენ რომ ვიყოთ მომთხოვნი ყველაც არა ის რომ ის კოცია ის ნაცია ის იმისტია განათლებული და მომთხოვნი ჩვენ ახალგაზრდობას უნდა შევქმნათ პირობი რომ არ გაიქცენ საქართველოსთან დასაქმება და დემოგრაფიული კატასტროფა არ ქონდეს კაცო ნომერი პირველი პრობლემა ეგ არის მაგრამ ამ ნომერი პირველი პრობლემას ახლა ვითომ ის ბიზნესი რო ქვია და თბილისი რო იქცა ჯუნგლებად ბეტონის ხო ჯერეთი ვინ უნდა იცხოვრობს ამ სახლებში აღარც ინვერსია ანუ ჰაერის მოძრაობაზე არ არის ინსოლაცია ანუ მზის განათებაზე არ არის ჰაერი არ არის ადრე კომუნისტებს ჰქონდათ ნორმა ერთო კვადრატული ამდენი კვადრატული მეზე რამდენი სიმჭიდრო შეიძლება ამდენი ესე ახლო არ ვიცი რაც რო გავა ალბათ რაც შენდება ყველაფერი გრევისთვის შენდება ჩემის აზრით და თან ართულებენ რა ვიცი და ირთულებენ ამ გართულებას ან ეხლანდელი ნაშენი ეხლა პირდაპირ ვიტყვი რა ეხლა მე ხო ვაკვირდები არა ხარისხიანიც რო იყოს ბატონო სად არის აღარ არის მაინც ჰაერმა თუ არის ჰაერი არის პირველი კაცო ჰაერივით ჭირდებაო ამ ნათქვამი ასევე ჰაერი და წყალი აი ვიცი დღეს დავამთავროთ ამითი ვიფიქროთ ამ საკითხზე ჩვენ იმიტომ საუბრობთ ეგრეა მაგითო განა ჩვენ ამ საქმის დიდი სპეციალისტები და გრამატიკოსები არა იურისტი ვარ მაგრამ ჩვენ გული შევტკივა და ვხედავთ როგორც მოქალაქეებს როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყანა უკეთესი გახდეს და განვითარებადი იყოს განვითარების მიმართულებით წავიდეთ არა დეგრადაციის პროგრამები ეხლა უმეტესობას კიდე თვალი აქვს ახალი ტალღა წავალ მიგრაციის კიდე იმიტომ რომ აბსოლუტურად ისეთი კანონები შემოვა ეხლა და ისეთი კიდე განვითარება მოვლენები რომ ახალ გადის დასადგომი აქ აღარ იქნება არა ღმერთმა დაგვიფაროს ამაზე ვიფიქროთ კარგით
კარგად, მაშინ ესე ვიტყვით, რომ კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო და გიხილავთ შემდეგ პარასკევს. მოვალ შეხვედრამდე.